დაუბრმავდი ყველაფერი ერთად დამემართა თან ძალიან ძნელია რომ აი საქართველოში თან რომ ვიღაც ტიპები ზიან აი ცხოვრებაში თითქმის არ დაუკარებიათ და ისეთ რაღაცებს იძახიან რაც ელემენტარულად შეურაცხმყოფელი არის შენთვის, შენი ოჯახისთვის, შენი შვილისთვის, შენი ბავშვისთვის. არ ვიცი, ტელევიზორში ადამიანი რო უყურებს ვიღაცის გამოსვლას, შეგნებულად გვარი და სახელი მინდა დავასახელო და არც არაფერი და რო იძახის, რომ ჩემი თვალით მაგ დანახული როგორ აიღო ფულივე ხა. კი, შეჩეული ვარ ეგეთ რაღაცებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ ვიცი, რა დავარქვა ამას, მართლა არ ვიცი. თუმცა არ მწყნის, იმიტომ რომ ადრეც ასე იყო, იმის წინაც ასე იყო, იმის წინაც ასე იყო, საქართველოში ასე იყო და რა გითხრათ, აბა, როგორი მარტო ვარ, არავინ იცის. უცნობის ცნობა მეც კი არ ვიცი. ვიცი რომ მხოლოდ დავდები ფიცი ოვე სინათლე და გადავიცი. სივა მარტო ვარ, არავინ იცის. დადებული მაქვს უფალთან ფიცი. რა არის ფიცი მართლა არ ვიცი. მაგრამ ქვეყანა რომ ტკივა ვიცი. არ ვიცი, ხა მიყურებ და აი შინაგანად გძნობ თქვენს ემოციებს, ცუდსაც და კარგსაც. ანუ რას გძნობ, იცით რომ შერა ჯიგარი ხარ და მედი მიაწექი ერთი მხარე და მეორე მხარე. ეს ვიღა არის, წადი რადგან შენი საქმე აკეთე რა, თუმცა ეს არის ჩემი საქმე. ეს არის და რა ვქნა. აბსოლუტურად მესმის თქვენი, მაგრამ ვერ დაგანებებთ საქართველოს. თუმცა არის დრო მოვიდა ისეთი რომ მე ნიღაბი და ჩემი მსმენელი ქვემდებარე და შემასმენელი გადაგვიძახეს ყველა ურნაში და გვატრიალეს ყველა ბრუნვაში. არა არც ესია საქმე. ოქროს ხალხი ცხოვრობს საქართველოში და ოქროს ხალხია ქართველები. კი მართალია ორი უკიდურესობაა ჩემი აზრით. მაგრამ კარგი ძალიან კარგია. ცუდი ძალიან ცუდი. აი სხვადასხვა ეს მინდოდა რომ ამეკითხა თქვენთვის. ეს ჩემი ტექსტი არ არის, ეს ილია ჭავჭავაძის ტექსტია, რომელიც თქვენ ესე ძალიან გიყვართ და პატივს სცემთ. ჟურნალისტებო, თქვენი დანიშნულება დიდია, პატიოსნური და მაღალი. აღასრულეთ იგი როგორც ხალხის სალოცავი. მოიშორეთ თავიდან ყვედრება, ცილისწამება, ერთმანეთის მტრობა. გაბედეთ ერთხელ და სამუდამოდ მიეცით თავი ხალხის თავისუფლებას. ხალხის მომავალს. საქართველოს მოამბე 1863 წელი. 1863 წელი. ილია თუ გვიყვარს ცოტა მისი მაგალითის და მისი საქმენი საგმირონია ხო შეიძლება რომ გავაკეთოთ, ხო შეიძლება რომ ერთხელ მაინც გადავიკითხოთ და ერთი დღე მაინც ვიცხოვროთ ისე როგორც ამ ჩვენ ბუმბერას ადამიანებს ოცნება თქონდათ რომ ქართველები იქნებოდნენ. საქართველოს ჩემთვის არის ურთიერთობები და თქვენთვისაც ალბათ, თორე კონკრეტულად რომელიმე ბორდიური არავის არ უყვარს და ასფალტი და ის ხო ერთმანეთთან ურთიერთობა ჩვენი ენა რა ენაზეც ერთმანეთთან მეტყველებთ ჩვენი სიყვარული რასაც გავდით, რასაც ვკითხულობდით, რაღაც ცრემლიც იყო, სიხარულიც იყო, ყველაფერი იყო. ეს არის ჩემთვის საქართველო. ეს თუ არ მექნა სხვა არ არსებობს სხვა საქართველოს სიყვარული. სიმართლე მენატრება, ვაჟკაცობა მენატრება, ჩამშვები ადამიანი არსად არ უყვართ მერწმუნედ. მაპატიეთ კიდევ ერთხელ თუ ვინმე დამოძღვრაში ჩამეთვლის ამას, იმიტომ რომ მართლა არ ამაქვს არც ამის
არანაირი სურვილი და ყოველ შემთხვევაში ადამიანი თუ ფიქრობს იმას, რომ არ უნდა და ძალით უნდა თქვას, რომ არა, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, მაინც იტყვის არას. მაინც იტყვის არას, იმიტომ რომ თეთრი კარები ხო არის? არ არის რა. აი ეს ახლა აი ეს კარები შავია. მონები იძახიან, რომ აბა რა ფერია, შავია ვერ ხედა. შენ რა ფერი გონია? მე მგონი თეთრია. თეთრი კი არა, ეხლა წარმოდის როგზე. აი ეგ არის დღევანდელი ქვეყანა. მოგწონს? სხვადასხვა და შეიძლება ნერვებიც კი მოგიშალოთ ამ პროექტმა და თქვენი მეთოდები ხო ვიცი, ჩაცხრელვებით და მიდი და მოვდივარ და აი და პაი. არაფერი, კაცო, ყველაფერი გაანალიზებული და გაწონასწორებული და გათვლილი გვაქვს რა. აი მე მგონი არ იცნობ შენ ქართულ ხალხს. მე მგონი კი რაგდათ არ იცნობ. ნუ არ გიყვარს ხო ერთია, მაგრამ იცი რატო არ იცნობ? იმიტომ რომ შენი ხარდაჭერებისგან გამიგია ესეთი სიტყვები, რომ ეს ხალხი სუციხლის ქვეშ უნდა ყავდეს რა. რატო რა დაგიშავა? იმიტომ რომ მოგიყვანა ეს ლანგარზე მოგართვა, აგიყვანა და დაქსვა, მაგით უნდა ყავდეს სიხლის ქვეშ. არ შეიძლება, ნუ რა 3 მილიონი კაცის მოვლას რა უნდა გული რო გულობდეს, მითხარი და ცოდნა რომ დარწმუნებული ვარ საქართველოში იმდენი მცოდნე ადამიანი არის. ეს ქვეყანა ძალიან მაგარი ქვეყანა იყო და პრიორიტეტად აირჩიო რომ ყველაზე მაგარი ქვეყანა მქონდეს. ხო შეიძლება რომ მე მქონდეს ყველაზე მაგარი ქვეყანა. რატო არ შეიძლება რომ მქონდეს? ჩვენ მქონდეს ყველაზე მაგარი ქვეყანა და ეს იყოს ჩვენი ყველაზე მაგარი პრიორიტეტი. ყველაზე მაგარი სასამართლოთი მართლა. ხო შეიძლება ეს რო იყოს. თორე რა მე მაგალითად არ მიხარია. აი როდესაც რაღაც წაეცაში სადღაც მივდივარ და ვიღაცა მინდა რომ ერთად წავიდეთ სულ ყველა და კარგი დრო ვატაროთ და რაღაცა უცბად შენ მიდიხარ და ვიღაცა ვერ მიდის მაგრამ თუნდა ვერც გეუბნება ვერც მიდის არც ფული აქვს რა ჩამოშვა არ ახარ ამ დროს შენც არ ახარ ბედნიერი შენ თუ გული გულობს შენში შენც ვერ იქნები ვერანაირად ბედნიერი ბედნიერი და ვაფშე რა არის ბედნიერი ბედნიერება ხო რა წამიერი სულიერი მდგომარეობა აი ეს მდგომარეობა როცა გავიგებ რომ შენ არ იქნები აი ეს არის ბედნიერება მე მოს სხვა ბედნიერება იმიტომ რომ რაღაც სხვა ეტაპზე გადავა ჩემი ქვეყანა მე მოს სხვა ბედნიერება იმიტომ რომ სხვა ეტაპზე გადავა ჩემი ქვეყანა და ეხა ეტაპი არ იცვლება უკუნისამდე მთელი ეტაპი ამათ ხელში მინისტრებს ვეღარ ნიშნავენ მინისტრებს ვეღარ ნიშნავენ და პროტოკოლის შეხვედრებს ვეღარ უგეგმავს პრეზიდენტთან რომ ვიღაცას შეხვდეს ინაგურაციაზე დაპატიჟებაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია ხო ვითომ აგზავნის ეს ამერა ხერხებს და ეუღლეს უშვებს ვიცით გამომცხვარი გაქვს აი ეგ ტყუილები უკვე ძალიან დიდი ხანია მაგრამ აი რო არ ჯერავს აღარავის როდემდე შეიძლება აი ეგეთი სამარცხვინო სიტუაციაში სამარცხვინო ქვეყანაში ცხოვრობდეთ მე არ ვიცი ეს ჩვენი სიფრთხილეა და თავი მოგვაქვს საქართველოს გაუმარჯოს ბრძნება და ყველაზე ბებერი და ყველაზე მაგარი ერი ვართ და დაგიმტკიცებთ ამას რომ ვართ დაგიმტკიცებთ იმას საქართველოში ძალიან მაგრად შეიძლება ბედნიერი ცხოვრება აფხაზეთთან ოსებთან ერთად ძალიან მაგრად შეიძლება ბედნიერი ცხოვრება გული გულობდეს სიყვარულია ძნელი თორე დაანგრევას არაფერი არ უნდა აი ეგ არის ძნელი მიდი აკეთე აბა მიდი აკეთე როგორი იოლია ნახავ მიშა გიორგი გაჩიჩილაძე, იგივე უცნობი, საქართველოს მოქალაქე, 42 წლის, 2009 წლის 20